აქვს თუ არა პოლიციელს ჭხრიკის უფლება? პოლიციელს უფლება აქვს ქუჩაში შეგაჩეროს და ჩაატაროს თქვენი ზედაპირული დათვალიერება, მაგრამ მას არ აქვს ჭხრიკის უფლება. ამორჩნებას შორის რადიკალური განსხვავებაა. კერძოდ, ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს თქვენი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთის შეხებას და ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელს აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თქვენ თან გაქვთ საგანი, რომლის გადაადგილებაც კანონმდებლობით შეზღუდულია, ან იმყოფებით სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 20 მეტრის რადიუსში. ან შესაძლებელია ჩადენილი იქნეს სამართალ დარღვევა. დათვალიერება ტარდება იმავე სქესის პოლიციელის მიერ და თქვენი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. ზედაპირული დათვალიერების გარდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით თქვენი შეჩერების დროს პოლიციელს ასევე უფლება აქვს გადაამოწმოს თქვენი პირადი მონაცემები და მოითხოვოს ID ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაამხელთ თქვენს ვინაობას და ვერც სხვა გზით ვერ დგინდება თქვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, პოლიციელს უფლება აქვს ფოტო გადაგიღოთ. როგორც ფოტოსურათის გადაღების, ასევე ზედაპირული დათვალიერების შემდგომ აუცილებლად დგება ოქმი. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელმა არ შეადგინა ოქმი, ან არ მოგცათ ოქმზე წერილობით შენიშვნის დაფიქსირების საშუალება, მისი ქმედების კანონიერება შეგიძლიათ გაასაჩივროთ და მიმართოთ გენინსპექციას. რაც შეეხება პირად ჭხრეკას, ჯიბების ამოტრიალებას, ჩანთის გახსნას, ეს არის საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ან მოსამართლის განჩინება, ან გამომძიებლის დადგენილება. პირადი ჭხრეკის დაწყებამდე აუცილებლად გაეცანით განჩინებას ან დადგენილებას და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში ჭხრეკის დასრულების შემდგომ ჭხრეკის ოქროზე დააფიქსირეთ. მასზე ინსჯელებს სასამართლო ჭხრეკის კანონიერების შემოწმების პროცესში. 4 ძირითადი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. პირველი, პოლიციელს მოსთხოვეთ სამსახურებრივი მოწმობა და ახსნევიათ, თუ რის საფუძველზე გაჩერებთ. მეორე, როდესაც შეიტყობთ პოლიციელის ვინაობას და საფუძველს, რის გამოც გაგაჩერეს, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, რადგან ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაგაკავებენ. მესამე, პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში თქვენი მობილური ტელეფონი და არ დაათვალიერებინოთ, რადგან ეს არის სპეციალური საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც სჭირდება მოსამართლის განჩინება და ქუჩაში საიტონოში პოლიციელებს გამორიცხულია ვერ ექნებათ. და მეოთხე, შეძლების დაგვარად დააფიქსირეთ პოლიციელის მოქმედებები თქვენი მობილური ტელეფონით, მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგიშალონ ვიდეო გადაღებაში.